ბრძოლა, შრომა და გამარჯვება ის რის გამოც მერაბდვალიშვილი გვიყვარს და რაშიც ყოველთვის გვარწმუნებს ყველა ასპარეზობის დროს. სწორედ ასეთი აღმოჩნდა დღევანდელი მერაბდვალიშვილის დაბრუნება სამშობლოში, რადგან 15 წლიანი პაუზის შემდეგ მერაბდვალიშვილმა დღეს პირველად იასპარეზა საქართველოში RAF-ის ივენტზე, როგორც იცით, მერაბდვალიშვილი თავარ დაპირისპირებაში ოლიმპიურ ჩემპიონს ჰენრი ცეხუთოს დაუპირისპირდა და როგორც თავად აღნიშნა, თავიდან ერთობოდა და ამ გართობაში მერაბი 8-0-ს აგებდა, თუმცა როგორც დასაწყისში აღნიშნე, ყველაფერი შემოატრიალა და საბოლოოდ 11-8 გაიმარჯვა. სწორედ ამის გამო უყვარს გულშემატკივარს მერაბი, რომ ბოლომდე იბრძვის, არ ნებდება და გვიჩვენებს ბრძოლის მაგალითს. თან აღსანიშნავია, რომ მერაბიმ დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი და ოდესღაც პატარა მერაბი ოცნებობდა, რომ გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი ოღონდ ძიუდოში. რაც შეეხება სხვა ქართველ სპორტსმენებს, დღეს 5-მა იასპარეზა და 4-მა გაიმარჯვა. ხალიჩაძე ვიხილეთ, გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალიან კარგი სანახაობა უჩვენეს, კლასი და ნიჭი არსად არ ქრება. ასევე გივი მაჭარაშვილმა გაიმარჯვა დღეს. გივი მაჭარაშვილმა დამაჯერებლად იასპარეზა და წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს.